მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, კვლავ ნათია მიქიაშვილის გარეშე მიწევს გადაცემის საყვანა, გადაცემას ქვია სუბიექტური აზრი და ჩვენი კვლავ მე ვარ ნათიას გარეშე. ხო, ნათიას გარეშე შენ საერთოდ იქცევი რა. მე რას ვიქცევი, შენ იქცევი და საერთოდ მე მაქვს ეჭვი რომ შევშვები. ნათი არის ბრიუსელში. ვიცი. არა სემინარზე. რა სემინარები ტარდება. მე არ მომწონს სემინარი, მაგრამ ბრიუსელში არ იქნება ცოტა. კუბა სანიკიძეა ჩვენი განსაკუთრების სტუმარი, ეროვნული ფორუმის. რა შევდით ახლა? უერთდებით რას? ვის, მოდი. ხო, ან რას, ან ვის. ხო, ნუ ეხლა ვის ხო იცი? შეკითხვა დასვი და გაგცემ. არა, მე ისე დავსვი შეკითხვა, რომ შენ გააგრძელო. არა, მე გავაგრძელე და მე მივხვდი. არ არის ცხადი, ვის უნდა შეუერთდეთ? მითხარით შეკითხვა დასვი და გაგცემ პასუხი. ბიძინა ივანიშვილს უერთდებით თუ არა? კი ბატონო, მოგახსენებთ. რა თქმა უნდა, ვითარება შეცვლილია, კარდინალურად. რა თქმა უნდა. ბატონი ბიძინას გამოჩენით, აბსოლუტურად შეიცვალა ვითარება, მე ვთვლი რომ პოზიტიურად, იმიტომ რომ ფაქტიურად გაჭედილი იყო ვითარება, სურვილი იყო ცვლილებების დიდი, მაგრამ რეალური ძალა არ ჩანდა მისი. მრავალი გზის მცდელობა ჰქონდა ოპოზიციას, ჰქონდა ჩვენ ამის მცდელობა, რომ რაღაც შეგვეცვალა, მაგრამ არ გამოვიდა, შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ძალები ძალიან არათანაბარი იყო შალვა. მე მგონი დამეთანხმები ამაში. ხო, თქვენმა ბოლო მარშმა ეს აჩვენა ძალიან ნაკლად. ახლა არ დამიწყო, რომ ეს იყო წარმატებული მარში და თქვენი ძალის დემონსტრაცია. ორ ნაწილად გავყოფ მაგ მარშს. ახლა ქართველთა მარში არ გამოვიდა, მაგრამ ფორუმის მარში გამოვიდა. ეს ფაქტია, ხო? მე მინდოდა რომ გამოსულიყო, რა თქმა უნდა. ვიცოდი თავიდანვე ვამბობდი, რომ არ ჩავთვალოთ, რომ 90% იქ ვინც იყო, ეს იყო თბილისის ორგანიზაცია ჩვენი. ხო, ანუ ვითარება იყო გაჭედილი და ივანიშვილის გამოჩენამ შეცვალა ეს ვითარება პოზიტიურისკენ. მე არ ვიტყვი, რომ ეს ახალი სიოა, მე რატომღაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს შეიძლება გრიგალი იყოს. რატომ გაქვს ეს ეჭვი? თვითონ ფიგურა მისი პერსონა არის ძალიან საინტერესო. შეიძლება ბევრი სიახლე არის, მაგრამ მისი პერსონის შესახებ ახლა ყოველთვის ვიცოდით ჩვენ, ხო? ნებისმიერ რომ არსებობს ადამიანი, რომელიც არსებობს, აკეთებს საქმეს, ეხმარება ადამიანებს და არ ჩანს თვითონ პიროვნულად არიდებდა ის თავს, ხო? საჯარო პოლიტიკასაც და საერთოდ სამოქალაქო ცხოვრებაში ნაკლებად ერთვებოდა, ხო? ახლა გამოჩნდა ეს ადამიანი, გამოჩნდა ძალიან სერიოზულად, ძალიან სერიოზული განცხადებებით, სერიოზული წინადადებებით. და სააკაშვილის რეაქციაზეც შეიძლება მივხვდეთ. აბსოლუტურად, დიახ. ეს არის ძალიან სერიოზული ბადრიზე სხვა შორის, ბატონ ბადრიზე. ეს არ ქონდა, ესე არ იყო. ბატონ ბადრიზე ბოლოს, რა თქმა უნდა, ძალიან გამწოდა და იზოლებული იყო სპეცრაზმით დაემთავრებინა, დაგეთანხმები. მოეგვარებინა წყალების პრობლემა, მაგრამ აი მისი გამოჩენა სხვა შორის ესეთი აზრიც არის, რომ ბადრის აქეთ უხმობდა პოლიტიკურ ველში, ღია პოლიტიკურ სარგებლზე, ხოლო ივანიშვილის გაგდება უნდა შემოდი პოლიტიკაში. შემოდიო, აკპირიქით გაძევების სურვილი. ხო, მოქალაქეობა წაართვა და ეს სხვათა შორის ძალიან ახლა პოლიტიკასაც თავი რო დავანებო ჩალვა ძალიან უკადრებელი საქციელია ხარ, რომ აი მე შემიძლია შენ წაგართვა მოქალაქეობა და ამიტომ წაგართმევ, ხო? მანდამე წარმატებით რო ვერ დამთავრდა ეს საკითხი, მეტყველებს ის რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ მოხდა ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან. პრინციპში უპრეცედენტო ამ ხელისუფლების პირობებში, როცა ოპოზიციის წარმომადგენელს ახლად აღმოცენებული ლიდერი დიახ, რომელსაც მოქალაქეობა წაართვა ხელისუფლებამ. ანუ ამითი ჩვენ ვთქვათ ასე, შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ ასე, რომ დასავლეთმა არაცნო, რბილად რომ ვთქვათ, არაცნო ეს ქმედება. ამას გაგრძელება ექნება, იმიტომ რომ ივანიშვილი არის ამავე დროს საფრანგეთის მოქალაქე, რომელზედაც მან თავიდან თქვა, რომ უარს ამბობდა, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა და სწორ იქნა. ახლა საფრანგეთი მოგეხსენებათ, ძალიან სერიოზული სახელმწიფო არის. ამიტომ ფრანგები ასე ადვილად, ვთქვათ ასე, არ მიატოვებენ თავის ქვეყნის მოქალაქეს არავითარ შემთხვევაში, მით უმეტეს იმ სიტუაციაში და იმ ქვეყანაში რაც საქართველო არის და მით უმეტეს სააკაშვილის პირობებში. კითხვა, რომელიც ტრიალებს ჰაერში ეს კითხვა გამოდებული და რომელსაც ყოველდღე უსვავს საკუთარ თავს და ეს კითხვა ყველას აწუხებს. ნათელია
მე მგონი დავაც კი არ არის იმაზე რომ თუ მეტნაკლებად შვიდად წარიმართება წინასაარჩევნო პროცესი და არჩევნებში არ იქნება ისეთი სახის დარღვევები, როდესაც ყუთებს იტაცებდნენ და ხალხს ხოცავდნენ და ასე შემდეგ. ივანიშვილი მოიგებს და მის ირგვლივ მყოფი ძალები მოიგებენ ამ არჩევნებს ახლა, იმიტომ რომ მათ ხარეს არის უდიდესი ნდობის ვოტუმი, რომელიც ივანიშვილს აქვს, სააკაშვილის რეიტინგი ეცემა თვალსადახელშუა, ახლა უკვე დაიწყეს. არა, მეტი რაღა უნდა დაეცეს, ფულადი რესურსი, რომელიც ფულადი რესურსი, რომელიც იმდენი აქვს ივანიშვილს, რომ სავისულად ეყობა ყველაზე აგრესიულ გნებავთ, ყველაზე კარგად წარმართულ კამპანიას. თან შალო ერთი რამე გაითვალისწინა, ბიძინა ივანიშვილი ეკუთვნის იმ ბიზნესმენების რიცხვს, რომელიც ყოველთვის თეთრი ბიზნესით იყო. კი. სხვათა შორის ეს საკმაოდ იშვიათობაა. და სხვათა შორის ეს პრობლემას უქმნის სააკაშვილს. ძალიან სერიოზული პრობლემაა ეს სააკაშვილის. ეხლა უყურე. ეს არის ნათელი, ამას ეს არც განიხილება ხა სერიოზულმა მოთამაშემ, სერიოზულმა ანალიტიკოსმა არც უნდა განიხილოს, რომ მით უმეტეს ჩვენ ვიცით კარგად, რომ სააკაშვილის გადარჩენის ხელისუფლებაში დატოვების ერთადერთი შანსი არსებობს თუ ის არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვოს, იმიტომ რომ თუ ის რაღაცა 5%-ით მეტ ხმას აიღებს, ნახევარზე მეტ 55%-ს აიღებს, იქ რყევები მისთვის გარდაუვალ. ხო, თუმცა ეს არჩევნო სიტუაცია ისეთი არის, რომ მცირე გამარჯვებითაც, თქვათ, მცირე უპირატესობით, თქვათ, რომელი მხარეც მოიგებს, ის საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. თუმცა კიდევ ერთხელ თუ მას არ ექნება ძალიან დიდი უმრავლესობა, ისეთი ძლიერი კონკურენტის პირობებში, როგორც არის ივანიშვილი, რომელსაც აქვს იმის რესურსი, რომ უბრალოდ ის სატელიტი პარტიები, რომლებიც ახლა იძახიან, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია, რაღაცნაირად თავის ველში მოიქცნენ, მაგრამ მე მგონი აღარ იძახიან უკვე. მანდა მაინც ვეღარ ააგორეს ეს თემა. ფიქრობთ, აზრით, ბიზნა ივანიშვილი საქართველოს ახალი მონსტრი იქნება. მაგრამ მან გარწერია, რომ პრორუსია ახალი მონსტრი არ ნიშნავს, რომ მონსტრი ეროვნებით რუსი არ არის. კი ბატონო, შეიძლება. არა, მე თქვა მიხდე, რომ რუსის ძახილი პირიქით რეგიონებში რეიტინგს მატებს მას. მაგრამ ამას თავი დავანებოთ. შევთანხმდით ორივენი, რომ ეს არჩევნებმა თუ მივიდა საქმე, სააკაშვილი არის წაგებული. გეთანხმები აბსოლუტურად. ამიტომ არ მიიყვანს დაფიქრდება ცივგონებას და არ მიიყვანს არჩევნებამდე საქმეს. შენ როგორც პოლიტიკოსი, როგორც ანალიზის გამკეთებელი კაცი ეს უნდა აკეთებდე, ფიქრობდი ამაზე. რამ შეიძლება სააკაშვილს ხელი შეუშალოს უკიდურეს ქმედებებზე წასვლაზე? შიშმა საკუთარი სიცოცხლის, საკუთარი მომავლის შიშმა ერთადერთი თორემ ახლა ნამუსი და სინდისი ეს დავანებოთ თავი ამას. წასულა ქმედებებზე. შიშმა უფრო მეტ, ესე იგი ახლა ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, ხო? კი. უფრო მეტის შიში უნდა კონდეს. სიცოცხლის დაკარგვის. ეს არის სიცოცხლის დაკარგვა. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ისე განვითარდეს მოვლენები, როგორც ვითარდება აგერ ჩვენ ახლო აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში, ხო? ეს უმძიმესი პროცესია. მე მგონი სააკაშვილის ნანახი აქვს ყადაფის ბოლო ყველას აქვს ნანახი. სხვათა შორის უმძიმესი სანახავი იყო ეს, ხო? და საერთოდ იმ ქვეყნის საქმე არის ძალიან ცუდად, როცა მისი ყოფილი ლიდერი ასე ამთავრებს. ქვეყნის საქმე ცუდად არის, ხო? მე რასაც ვატყობ ბიძინა ივანიშვილმა ღიად დააფიქსირა, რომ მას ასეთი განვითარების სცენარი არ უნდა და გამორიცხავს ამას. სხვათა შორის მან შემოიტანა გარკვეული სიმშვიდეც ოპოზიციაში, ანუ 7 პოზიციით გამოსვლა, ხო? ეს დააფიქსირა მან. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მასთან შეხვედრა, ხო? სხვათა შორის ჩვენ არ გაგვიკეთებია ესეთ ღია კომენტარები მასთან შეხვედრის შემდეგ, პრაქტიკულად გუში მქონდა რადიო ეთერი და დღეს შენთან ვსაუბრობ. ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა ის ჩემთვის. შეიძლება ითქვას, რომ ის არის სრული ანტიპოდი სააკაშვილის. კი. ყველაფერში შალვა შენ წარმოიდგინე, აბსოლუტურად ყველაფერში არის ანტიპოდი. ანუ რაც არის სააკაშვილი აბსოლუტურად საპირისპიროა იმ მიმართულებაში და მაგრამ სააკაშვილს აქვს რაღაც დადებითი თვისებები. ეს არ შეიძლება სრული ბოროტება. მობილურია, სტრაფია. მე რატომღაც გონია, რომ ბიძინა ივანიშვილიც ისეთი ადამიანია, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღების უნარი აქვს. პიარი, უკეთესად იცის სააკაშვილს. პიარი ჯერჯერობით იგებს ივანიშვილი. სააკაშვილის დახმარებით, მოდი ესე. ხო, ესეც გათვლილია, პიარში ესეც გათვლილია, შენ მოწინააღმდეგე შეცდომები, ხო? ეს შენ ჩემზე უკეთესად იცი. ამიტომ ჯერჯერობით იგებს რა. ნამდვილად იგებს, მე-4 კვირა არის უკვე, მთავარი თემა ქვეყანაში არის ივანიშვილის საკითხი. და სააკაშვილის ესენი ახლა აპირებენ, ჩვენ მე ვატყობ ახლა ამას, აპირებენ გაშარჟებას,
რაც არ გამოვუათ. გაშარჯებას რო. ნუ ახლა ეს იუმორისტული გადაცემები რო არის იქ დაიწყეს, აბსოლუტურად მიუღებელი ადამიანური. ხო, დარდუბალას გამახსენ და დარდუბალა გამახსენ. და იგნორს დაიწყებენ ახლა. ხო, იგნორი და გაშარჯება, რაც პირიქით. რაც არ გამოვა, არც ერთი და არც მეორე არ გამოვა რა. ახლა ძალიან რთულია იგნორი გაუკეთო იგივე ბიძინა ივანიშვილს ხო და მის პერსონას რა. რომელმაც ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა. და როგორც ჩანს წინა გვაქვს კიდევ ხო, მაგრამ ჩემი შეკითხვა სულ ცოტა ხნის წინ მდგომარეობდა შემდეგში. ვიცით სააკაშვილის ხასიათი და იმასაც ხვდებით რომ მარჩენებამდე თუ მივიდა წაგებული აქვს მას. რა შეუშლის შიშიო შენი ძახი? რა შეიძლება ეს შიში გაუჩინოს ამ ადამიანს? იმიტომ რომ წასულა ამ ქმედებებზე 7 ნოემბერი ეს იყო, მეტი არაფერი. მაშინ რა განსხვავება? ერთხელ რო წახვალ ეს არ ნიშნავს რომ მეორედ წახვალ. 7 ნოემბერს მას გაუმართლა ფაქტიურად. მე მაქვს ინფორმაცია დანამდვილებით, მე არ ვიტყვი ახლა წყაროს ვინცაც მითხრა, მაგრამ ვინც იქ იყო, სააკაშვილი 7 ნოემბერს გარბოდა შავ. და კონიაკი დაალევიეს მას და ცოტა სული მოათქმევიეს. მე არ ვიტყვი ვინ აქნა ესა, არა მაქვს ამის უფლება, მაგრამ დანამდვილებით ვიცი. დარბევის მომდევნო დარბევის პერიოდში. როცა ჩვენ რიყეზე ვიყავით, მას ჰქონდა რეალური შიში, რომ ჩვენ დავიძრებოდით და ალბათ უნდა დავძრულიყავით, ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა. ნუ მაშინ დიდი ამბავი აფტებოდა ხო? ხო, და თვითმფრინავი მას დაქოქილი ყავდა და ის გარბოდა და ფაქტიურად მოაბრუნეს, ცოტა დაალევიეს კონიაკი, для храбрости ხოც რუსებმა რო იციან და ცოტა მოსულიერდა, ანუ ის კრიზისი გადაატარა რა, თორემ სააკაშვილი ძალიან ხშირად არის პანიკურ მდგომარეობაში. დღესაც მე ვთვლი, რომ ის პანიკურ მდგომარეობაშია. არ ვიცი შოკში არიან, შოკში რო იყვნენ ეს ფაქტია, შეიძლება გამოვიდნენ ამ შოკიდან, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ მათში დაისადგურა, აქ უკვე მარტო სააკაშვილზე არ არის. ნაცმოძრაობაში დაისადგურა შიშმა. რომ მათ შეიძლება მოუწიოთ პასუხისგება იმ უსამართლობებზე, რაც მათ ჩაიდინეს. რა აიძულეს? ამან შეიძლება ორი შედეგი მოგვცეს, ან დაიშალონ და პანიკა გაგრძელდეს, ან პირიქით შეიკრენ. მე უფრო მეორეს მოველი, ამიტომ დაპირისპირებას, ხო, პრინციპულ დაპირისპირებას მე არ გამოვრიცხავ. ეს უფრო გაღრმავდება ეს დაპირისპირება. ანუ შეიძლება ფიზიკურ ძალზე. არა, ფიზიკურზე არ გულისხმობ, მაგრამ. ხო და აი რა უშლის, რა შეუშლის ხელს მიშას, რომ ფიზიკური ანგარიშტორების დანება არ გასცეს. ნუ ახლა როგორ არის? ბევრი ფაქტორია რა, საერთოდ. დავიწყოთ. პროცესი, მხარდაჭერა არა აქვს მას უკვე დასავლეთში. მაშინ ქონდა. ეს ძალიან სერიოზული. ანუ ბადრი ცალსახად რუსულ პროექტად აღიქმებოდა. ბადრის არ ქონდა, არც რუსულად აღიქმებოდა, არც პროდასავლურად. ბადრის არ ქონდა ასეთი მხარდაჭერა. ყოველ შემთხვევაში ნეიტრალური მდგომარეობა არ ქონია. ხო, ბადრი მაინც თავისი პიროვნული რისკით მიდიოდა ამ საქმეზე. მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს უფრო მოგვარებული აქვს. ესეთი, კი ბატონო, დასავლეთის მხარდაჭერა. დასავლეთის მხარდაჭერა აღარ აქვს სააკაშვილს. მე არ ვამბობ, რომ ივანიშვილს აქვს მხარდაჭერა, მაგრამ განეიტრალებული ის დასავლეთში აშკარად არის. ანუ მას ვიზას რაღაც ქმედებებზე ხო, რა თქმა უნდა, ანუ მარტოა ის დარჩენილი. აგერ ნახეთ, რამდენიმე კაცი მარტო დარჩა და ზოგმა ცუდად ახლა ბენალიმ მოასრო და გაიქცა. ფიზიკურად ცოცხალი დარჩა, ხო, ანუ სისხლი არ დაუარება. უბარაკი პასუხისგებაშია. იმან შედარებით მეტი სისხლი დაუარა. ახლა ამან საშინელებები იქნა ახლა. ხო, ავიაცია ბაბელაზიზია და მოგადიოდა 150 ტყვე დახვრიტა ელემენტარულად. მე დაწვეს ის გვამები და მე მიიღო ის რაც მიიღო, საშინელება იყო ეს. რიგში დგას კიდევ ორი დიქტატორი. ეს არის ბაშარ ასადი და დიახ და იემენშიც ასევე იქნება. აუცილებლად ხო და მე ვთქვი კიდევაც და ეს არაბული აკლემს აქვს თვისება რა ნელაიცის სიარული მაგრამ ძალიან გამძლეა. კი. და იცის მისვლა ბოლომდე ხო ეს არაბული აკლემი დაძრული აქა. თუ წესიერად მოიქცევა სააკაშვილი და მისი გუნდი მე მინდა უთხრა ახლა მე გარანტიას ვერანაირს ვერ მივცემ იმიტომ რომ მე არც მოსამართლე ვარ არც იურისტი ვარ. ცოცხლები შეიძლება დარჩნენ თუ წესიერად სწავლენ, ვიღაცებს მოუწევთ ალბათ პასუხისგება, ეს შეიძლება ბევრი არ იყოს, რამოდენიმე ათეული კაცი იყოს, ახლა იმიტომ რომ აქ დევნა და ნაცმოძრაობის გასამართლება არ იქნება, მთლიანად ყველა წევრების, მაგრამ მოვლენა როგორც ასეთი ნაცმოძრაობის. როგორც ჩანს ეს უნდა გასამართლდეს არა იურიდიულად, არამედ მორალურად ჩვენთან, რომ მეორე ესეთი შეცდომა ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქართულში. ეს მესმის. უჭკუო კაცი, თქვათ ასე, ხო?
ნაკლები ჭკუის მქონე ადამიანი. შენ არ გაქვს განცდა, ყველაფერზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ შენ არ გაქვს განცდა, რომ ასეთი ფიგურის გამოჩენით სააკაშვილი არის კუთხეში მიმწნეული. კი, როგორ არის? მე ველაპარაკები ხალხს, რაიონებში ჩავდივარ. ხალხი აბსოლუტურად ესეთი განცდა მაქვს. გაქვს განცდა. კი. ისიც ძალიან კარგად იცი, რომ კუთხეში მიმწნეული სააკაშვილი არის საშიში ახლა. საშიშია. მე ერთ რამეს გეტყვით, შალვა, ამ შემთხვევაში, ხო, სააკაშვილი, მოდი ასე ვთქვათ. რასიზმს სააკაშვილი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რას ვიზამთ ჩვენს უყველა? აი ეს არის, ხო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ რასიზმს პირად საუბარში ბიძინა ივანიშვილმა ეს თქვა, რაც ძალიან ნიშანდობლივი იყო ჩემთვის, რომ თავარია შეცდომა არ დაუშვა. მართალია. რა შეცდომები არ უნდა დაუშვას? ივანიშვილმა და მისმა გუნდმა და მარტივია, სააკაშვილის სანკესზე არ უნდა წამოვებოთ. აი იგივე ხო, თქვათ, მოქალაქეობის ჩამორთმევა, ბანკის ამბები, ეს იყო გათვლილი ხალხის ქუჩაში გამოსვლაზე? რომ უნდა გამოსულიყავით ჩვენ ქუჩაში, არიქა ერთი ამბავი უნდა გვექნა, აგერავარ ჩვენს უყველანე, ასე შემდეგ. მოვითხოვოთ მოქალაქეობა. აბსოლუტურად სწორი რეაქცია ჰქონდა მას, როცა მან იგივე დაცვას როცა იარაღი ჩამოართვეს, მან თქვა, ხო, მარტო დავრჩები საერთოდ სახში, პრობლემა არ ანუ მის მოედანზე არ უნდა შეხვიდე სააკაშვილის მოედანზე. ანუ არ უნდა გაამძაფრო ქუჩის აქციები და უნდა ამას ქვია პოლიტიკური პარტიზანული ომი რა. პოლიტიკური პარტიზანული ომი უნდა გამოუცხადოთ ჩვენ სააკაშვილს, ხო? ანუ გენერალური ბრძოლა მაინც იქნება არჩევნები. თუ შედგა. ხო, არჩევნებამდე მისვლა, ესე როგორ არის იცი შალვა? ბიძინას გამოჩენამდე არჩევნები აწყობდა სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. ახლა არჩევნები სააკაშვილს აღარ აქვს. ეხლა მე მაქვს ინფორმაცია, ეს ძალიან პრინციპული პოზიცია. სოციოლოგიურ კვლევებს აკეთებენ და იმის მიხედვით თუ რა რეიტინგი აქვს ივანიშვილს, დანიშნავენ არჩევნებს. არჩევნების დანიშნვის უამრავი თუმცა ძალიან უენდობიან იმ სოციოლოგიურ გამოკვლევებს, იმიტომ რომ საქართველოში და დიქტატურის და ავტორიტარიზმის პირობებში ადამიანები გულწრფელები არ არიან. ლიბერალური ინტელიგენცია, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და მარგინალური ხალხი. მარგინალური რატო? მარგინალურები არიან ისინი, იმიტომ რომ მასებზე ძალიან დიდი გავლენა და წვდომა არ აქვთ. მარგინალურს მე ენციკლოპედიური განმარტებით ვიძახი და არა პოლიტიკური სლენგის ენაზე. მარგინალურები უბრალოდ ფართო მასებზე წვდომა რომ არ აქვთ, ისეთებს გულისხმობ. თორემ აი ასავალ-დასავალს და ალიას მარტო მაგას არ ნიშნავს, მაგრამ ჩავთვალოთ. ხო, მე ენციკლოპედიურ განმარტებას აი ასავალ-დასავალზე რომ იძახიან მარგინალური გაზეთიაო, ლიბერალური ჟურნალები. ასავალ-დასავალთან შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა გქონდეს, მაგრამ ტირაჟი აქვს ძალიან დიდი. მარგინალური ნამდვილად არ არის მარგინალური. მასებზე წვდომა გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე სხვა ასე თქვათ გამოცემებს, რომლებიც ლიბერალურ მიმართულებას აწვევენ. აი ეს ხალხი ლიბერალები ამბობენ, რომ ჩვენ არ გვინდა ერთი 98-98% არჩეული კაცი შევცვალოთ ახალი მესიით, ხო? ჩვენ არ გვინდა რომ კვლავ საყოველთაო აღკინების ტალღაზე ბიძინას ესაუბრე შენ და იცი როგორი კაცია, ზოგადად მაინტერესებს. რა გარანტია შეიძლება ჰქონდეს ხალხს, რომ ის არ იქნება შალვა, მოდი მე გეტყვი ჩემს პირად შტაბეჭდილებას. ხო, პირად შტაბეჭდილებას უნდა ვისაუბროთ. შემთხვევაში მარტო გუბასანიძე როგორც ეროვნული ფორუმის წარმომადგენელი, როგორც ადამიანი ამ ქვეყნის მოქალაქე და არც თუ ისე ყველაზე ნაკლები გულშემატკივარი ამ ქვეყნის გეტყვი. მე დავინახე რა. ამ ადამიანს აქვს ორივე თვისება თანასწორად, ნიჭიც და ჭკუაც. ეს არის აუცილებელი პირობა პოლიტიკოსისთვის და საერთოდ ცხოვრებაში, სხვათა შორის, მაგრამ პოლიტიკაში განსაკუთრებით ძალიან ბევრჯერ მithქვამს მე. სააკაშვილი არის ნიჭიერი კაცი, უდაოდ, მაგრამ არ არის ჭკვიანი. ერთი რომელიმე თუ აკლია ან ჭკუა ან ნიჭი პოლიტიკოსი, ის აუცილებლად ცუდად ამთავრებს ხოლმე. ხო, ივანიშვილს მე შევატყვი, რომ ის არის ძალიან ნიჭიერი კაცი და ძალიან ჭკვიანი კაცი. ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა. მე მინდა გითხრათ, აი, მე მქონდა მაგალითად სტერეოტიპი, რომ ის გარკვეულწილად ჩაკეტილი ადამიანი, ყველას მქონდა ეს, ხო? შენც შეხვდი, ხო? ნუ, პრინციპში სულ ყველას ის ერთი და იგივე შტაბეჭდილება დაგვჭა ხა. იასაც რომ მოусმინე ანთაძეს, ხო? პირიქით ის არის ძალიან გახსნილი კაცი, კომუნიკაბელური კაცი არის, ურთიერთობის უნარი აქვს მას ძალიან კარგი. და როგორ ჩანს, მას აქვს ძალიან მაღალი დონის იუმორი. რაც აუცილებლად ჩემთვის მნიშვნელოვანია ხო ვიღაცისთვის შეიძლება ეს
მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ახლა იუმორი რო კაცს აქვს, ეს კარგია, ცუდი არ არის. საინტერესო არის ისიც, რომ მე ერთადერთ რამეს გეტყვით, ახლა არ გამოვიტანე ჩვენი ნასაუბრალის დეტალებს, არ არის საჭირო, საქმისთვის ასე ჯობია, მაგრამ მე ბოლოში მას დაუსვი შეკითხვა. რომ რა შემთხვევაში შეიძლება მან თქვას უარი ბრძოლას. მისგან მე მივიღე პასუხი, რომ ეს ერთადერთი ეს არის სიკვდილი. ხა მე უპასუხე, რომ ჯვარი გწერიათ, ახლა მაგას მიშა და მერაბიშვილი არ წყვიტავს, მაგას უფალი წყვიტავს, კაცის სიცოცხლეს და სიკვდილს, მაგრამ ნუ ჩემთვის ეს დამაკმაყოფილებელი პასუხი იყო. ახლა ის არ არის ისეთი მჩატე ადამიანი, რომ ასე თქვას, ახლა სადღეგრძელო მას არ უთქვამს ამით რა, ახლა ძალიან ბევრი ვიჩემებთ, ხო, ჩვენ ქართველები, რომ თავ შევწირავ სამშობლოსთვის იმას, მაგრამ ვიჩემებთ კი არა, ბევრი პოლიტიკოსი არც უფრა ყოფილა იქა, არც ასმელი ყოფილა იქა, მაგრამ ეს იყო აბსოლუტურად აწონი გაფიქრა. რეკლამას მოусმინოთ ჩვენ და ვნახოთ რეკლამა და შემდეგ დავბრუნდეთ ჩვენი გადაცემა დროებით ხდება რეკლამაზე, რეკლამა მალე გაივლის და გუბასანიკიძეს დავბრუნდეთ. ვაგრძელებთ გუბასანიკიძეა ჩვენი გადაცემის სტუმარი. საუბრობთ იმაზე, რადგან საუბრობს მთელი საქართველო ყველგან, სადაც არ უნდა შეხვდეს, სადაც არ უნდა მიხვდეს, ვისაც არ უნდა ელაპარაკო, სულ ამაზე საუბრობთ გუბასანიკიძე და ფორუმი ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რაღაც კონფიგურაციაზე ილაპარაკეთ თანამშრომლობის. არ მქონია, პირველი შეხვედრა იყო გაცნობა, პიროვნული გაცნობა, ჩვენ შევხვდით პოლიცაბჭო ეროვნული ფორუმის მთლიანად. საათნახევარი ქონდა ჩვენ საუბარი. დეტალებში არ წავსულვართ. შევთანხმდით, ორ რამეზე შევთანხმდით. ეს იყო, რომ აუცილებლად ვითანამშრომლებ ჩვენ ერთმანეთთან, თანამშრომლობა ჩვენი გაღრმავდება, რა ფორმა ექნება, ამას როგორი ექნება, ეს შემდგომი შეხვედრების საკითხია. და ასევე შევთანხმდით ნოდარ ჯავახიშვილის საკითხზე. მისგან იყო შემოთავაზება თხოვნა მანამდე. მენეჯერის ჭირდება. ხო, რამოდენიმე დღით ადრე, რომ ნოდარი წასულიყო ქართული ჯგუფის პრეზიდენტად. არჩევანი აბსოლუტურად სწორი იყო, იმიტომ რომ ნოდარი არის მეომარი კაცი, სპეციალისტი. ძალიან სერიოზული სპეციალისტია. ნოდარი არ მახსოვს რომელ წელში, როცა ფული შემოვიღეთ ჩვენ, მაშინ თუ შემდეგ წელს წლის საუკეთესო ბანკირად დასახელდა ევროპაში. და შემდეგ ნოდარი არის სალიკლდე ნოდარის დაშინება ფაქტიურად შეუძლებელი, აი ქიზიყური უჯიათობა აქვს მას და უნიჭერესი კაცი არის. შევთანხმდით რომ ნოდარი დაიწყებდა, რა თქმა უნდა, საქართველოში. არა მარტო ჩვენ როგორ მივდექთ, იცი, მარტო ბიძინა ივანიშვილს არ ჭირდებოდა, ახლა საქვეყნო საქმეზეა ლაპარაკი და ახლა ის შეხვედრა საქვეყნო საქმეზე იყო, ხო? ახლა ქვეყანასაც ჭირდებოდა რა, რომ აი ასეთი ადამიანი რო გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში, მას შეიძლება ყველაზე სერიოზული დარტყმები მიაყენონ, თქვათ იმ მიმართულებით, რასაც ქვია ფინანსები, ხო? და იგივე ქართულ ჯგუფი რა. ამიტომ აქ იყო საჭირო არა მარტო კომპეტენტური ადამიანი ბევრია ხა, შალვა კარგი ფინანსისტებიც არიან, კარგი ეკონომისტებიც არიან, მაგრამ მებრძოლები ცოტა იგივე პრინციპით შეირჩა ადვოკატი. ხო, ეკა მებრძოლი ადამიანია, პირველ რიგში მას დაუყვას და მისი მას შეუძლია პრესასთან ურთიერთობა. აქ მარტო ფინანსისტობაზე, ან ბანკირობაზე, ან იურისტობაზე, აქ პოლიტიკური საკითხებიც არის, ხო? ხო, პოლიტიკური ნიშნით მოხდა მისი ამორჩევა. ორივე რა თქმა უნდა, ორივე მნიშვნელოვანი იყო, რომელი უფრო მეტი არის ახლა ამაზე ნუ ვიდავებთ, არ მიფიქრია. ისაუბრეთ, თქვენ გაცვალეთ. და გადავწყვიტეთ, აი ამ შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ ნოდარი მაგრამ ცხადია რომ ფორუმს გინდა ასეთი, გინდა ისეთი, თქვენმა ბოლო აქციები თქვენი დასია, ამაზე თუ გინდა ვიდაოთ ოღონდ ეთერს გარეთ, მაგრამ არ იყო ის აქცია გასაკეთებელი, ჩემი აზრით. არა, რატო? არ დაგეტყვი. კი ბატონო. მაგრამ რაც ქონდა ფორუმს და რაც მოდის აი შალვა მოდი ერთ რამეს გეტყვი რა, ამ ქართველთა მარშზე, ხო? კარგი, აბსოლუტურად ერთი წუთი დავასრულებ რა, იმიტომ რომ ახლა რაღაცას მარკას კი არ ვიწევ კაცო ახლა. მე თქვი ქართველთა მარში ჩავარდა. ხო. მაგრამ 5000 კაცი იყო ფორუმელ თბილისის ორგანიზაციაში. ხო, 5000 კაცი შეგიძლიათ. ძალიან სერიოზული ამბავია. ხო, რა თქმა უნდა. არა, მე იმას კი არ მოვუხმობ, ფასი არა გაქვთ. პოლიტიკური ფასი არ აქვს თქვენს მოძრაობას, მაგრამ
მოდი ესე ვთქვა, თქვენ მე ბევრჯერ მithქვამს ეთერშიც და პირადად ხართ კონსერვატიულად, პატრიოტულად განწყობილი საშუალო ფენის, საშუალო ასაკის, საშუალო ზოდან დაბალი ფენის მოქალაქეების და უფრო მოზდილების ასაკოვანების ინტერესების გამოხატველი ძალიან რელევანტური შესაბამისი პოლიტიკური ძალა. შესაბამისად, თქვენი ძალიან საინტერესო ადგილი ამ სპექტრში პოლიტიკურში არის. რაშიც ვერ შემოგეცილება ჯერჯერობით ვერავინ. და ასე არც ესეთი კატასტროფული შეცდომა დაგიშვიათ და რეიტინგული, ქარიზმატული ლიდერი ხარ, შარტავაც რა თქმა უნდა და ასე შემდეგ. ბევრი შეიძლება კომპლიმენტები გითხრა, მაგრამ შევჩერდეთ ამაზე. აინტერესებს ივანიშვილს, რა თქმა უნდა, დაინტერესდეს ხო ლამაზი თვალებისთვის პოლიტიკაში არაფერი არ ხდება, ხო? აინტერესებს. შეუძლებელია რაღაცა კონტურები და შტრიხები არ მოგეხაზათ ეხლა, ნუ არა, შალვა, ახლა მე არაფერს არ ვმალავ აბსოლუტურად. ეს იყო გაცნობა. პიროვნული გაცნობა, ადამიანები შევხვდით ერთმანეთს და გავიცანეთ. მე გეტყვით, შეჯერება თუ რამე იყო, ეს იყო ფასეულობათა შეჯერება, ხო? რამდენად გვესმის ჩვენ ერთმანეთის, ხო? მე გეტყვით, რომ აბსოლუტურად იდენტურად გვესმის ჩვენ ერთმანეთის. დანარჩენი შევთანხმდით ასევე თანამშრომლობაც, ხო? ახლა თანამშრომლობა ძალიან დიდი რაღაცა არის თანამშრომლობა. დანარჩენი ეს უკვე არის მოლაპარაკების, საუბრების, ჩვენი შეხედულებების, ჩვენი წინადადებების, მისი შეხედულებების, მისი წინადადებების შეჯერება. ნუ რა იდეები გაქვთ? მოდი ეგრეთ ვთქვათ, რა იდეები გაქვთ? რა შეიძლება შესთავაზოთ? აი რა უნდა გაკეთდეს? ქმე ძალიან სერიოზული შეთავაზებები შეიძლება გქონდეს ჩვენ როგორ უნდა განვითარდეს საერთოდ ეს მე ახლა შევიკავებდი ამ სტუდიაში ამაზე ხო არ არის საჭირო ახლა ამაზე ვისაუბროთ თუმცა თქვენ ყოველთვის ძლიერი იყავით არის რამოდენიმე წინადადება რომელიც შეიძლება ჩვენ შევთავაზოთ მას კონკრეტული დიახ რჩევის სახით მას შევთავაზოთ რა სფეროდან ის მაინც არ ვთქვათ აი საქმიანობა როგორ უნდა გაგრძელდეს ხო როგორ უნდა აეწყოს ესა პარტიული სტრუქტურა რა უნდა გაკეთდეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი მე ვთვლი რომ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში ახლა დანარჩენი ყველაფერი არის ხო არის პერსონა ღირსეული, საინტერესო, ლამის ატომური ბომბის აფეთქებას უდრიდა ესა. მე ეს ახალი სიო არ არის ნამდვილად. ეს არის გრიგალი. სიო არ არის. ხო, ეს გრიგალი წინელოდება ჯერ სააკაშვილს, ხო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვისთანა გვაქვს საქმე ხო ვიცით სააკაშვილთან და ნაცმოძრო. ეს არის ყველაფერზე წამსვლელი ხო. კი, ეს ამაზე არ ამიტომ ხო ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორ დაალაგდება ეს ყველაფერი, ხო? რა ადამიანები იქნებიან? კადრების საკითხი ძალიან შალვა აქ არის საუბარი რამოდენიმე ერთი კადრი მიეცით უკვე რამოდენიმე 10,000 კაცის მობილიზება იქნება საჭირო იგივე იმ საარჩევნოდ ხო თქვენ შეგიძლიათ და შეგეძლოთ ადამიანების მობილიზება ჩვენ ეს ვიცით ქუჩის რესურსიც ყველაზე მეტი გაქვთ ახლა ადამიანები ხო არა არიან ადამიანები რომლებსაც ძალიან ბევრი რამე ესმით ხო მაგრამ აი მუშაობა ორგანიზაციული მუშაობა მაგრამ ქუჩის რესურსი არ ჭირდება ჯერ არა ქუჩის რესურსი რა პარტია რას ნიშნავს ხო პოლიტიკური ორგანიზაცია საერთოდ რა ის ქუჩაში გამოგადგება თუ არჩევნებში გამოგადგება ამას მნიშვნელობა არ აქვს ის უნდა იყოს უნივერსალური ესე ხო არ შეიძლება რომ მას ესეთი ხედვა ქონდეს პროდასალური იდეალების და კურსის მატარებელი რესპუბლიკელები რომელსაც არ აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი მსოფლიოში ალასანია რომელსაც არის მკვეთრად გამოხატული ლიდერი მაინც დანარჩენ პარტიებში პროდასალური კიდევ ჩრდილოატლანტიკური ღირებულებების დამცველი პოლიტიკური ძალები და აქეთ იმ ადამიანებს რომლებსაც ტრადიციული ღირებულებები აწუხებთ მათი დაცვა აწუხებთ არა მართლაც მარგინალური ან რაღაც კუნაპეტი და შაუბნელი და რაღაც ძველმოდური ძველი ყაიდის პირები არამედ ფორუმი რომელიც მე ბევრჯერ მithქვამს შენ რომ ძალიან ცდებიან ისინი ვისაც შენი ოპონენტები ვისაც შენ გონი ხარ რაღაც ყანწით ხელში მყოფი რაღაც ტიპი რომელიც იცავს რაღაც დრომოჭმულ ტრადიციებს და არამოდერნისტი დრომოჭმულ ტრადიციებს მტერი ვარ არა მოდერნისტი თან ცდებით მინდა ეს რომელი კამერა მიშო ძალიან გამოიცნო შალვამ გამოიცნო ხო ძალიან ცდებით ფასოტელი მოყოლო ეს არის ადამიანი რომელიც ნუ მე ვიცი დაახლოებით მაგ წარმოდგენა კომპიუტერი გააქვს კი Facebook-ში ხარ არა ვარ ხო მაგრამ ვიღაცა არის შესული ვიღაცა არის ხო რომელიც მესიჯის გაგზავნა იცი კი წაკითხვა კი
ხო, და არის ჭორები შეიძლება და შენი კომპლექციის ადამიანი მესიც ვერ კითხულობდეს, ხო? შეიძლება. ხო, ეს ტყუილია. ანუ ყველაფერი აქვს ამ კაცს იმისთვის რომ ეს ხან იკატუნებს ხოლმე თავს რომ გამოდის ხოლმე. შესაბამისად ირონიას რომ თავი დავანებო. ხო. აი ეს ადგილი მოგიჩინათ რა. მოგიჩინათ ახლა უხეშად ვამბობ რა. ეს აინტერესებს ეს ამბავი, ხო? იქით. ეროვნულობა არის მარადიული თემა რა. ახლა ჩვენ თუ შევხედავთ ევროპაში მიმდინარე პროცესებს, ხო, ევროპა კი მიდის გაერთიანებისკენ, კონფედერირებისკენ, მაგრამ ხო, ძალიან უჭირს სხვათა შორის. კონსტიტუცია ჩავალა. და სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს არის რა, რომ გათქვეფა არ უნდა. ხო, არა, ჩაეგრე არა. პორტუგალიელს არ უნდა გაითქვიფოს პოლონელში რა. და ძალიან გასაგები. ხო, ესპანელში არ უნდა და ახლა. ხო და და მართლა განსხვავებულები და ისე ყველა მაღალგანვითარებული ქვეყანა თუ გამოვრიცხავთ ამერიკას და კანადას, ხო? იმიტომ რომ ესენი მაინც სხვა ტიპის ქვეყნები არის. ხო, ახლად შექმნილი, თუმცა არავის არ დაავიწყდეს, რომ ყველა ძველი კონსტიტუცია მოქმედებს სოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია. ანუ ყველაზე ძველი სახელმწიფო, რომელიც არ დარღვეულა ფრანგებს, მეხუთე რესპუბლიკა აქვს ახლა, ხო? ეს მაინც ყველა მაღალგანვითარებული ქვეყანა არის თავის ეროვნულ ფესვებზე. ახლა იაპონელების ტრადიციონალიზმის საკითხი ვიცით, ხო, ჩვენ რა დონეზე არის, ხო? ნებისმიერი ქვეყანა აიღეთ ახლა. მერკელის განცხადება, რომ მულტიკულტურული გერმანიამ კრახი განიცადა და ეგ მონოკულტურა არის, ესა გერმანული კულტურა, ეს ფაქტია. კი, მოხალხო. ანუ დათო მაღრაძემ თქვა ერთხელ ძალიან მომეწონა ეს და მე პირობა მივეცი მას რომ საავტორო უფლებებს ყოველთვის დავიცავ, მან თქვა რომ დაბრუნება მამისეულ სახლში. ჩვენ ახლა უნდა გავიაროთ გზა დაბრუნება მამისეულ სახლში. ანუ ჩვენს ქვეყანაში. შალვა ნახე როგორ დისბალანსი გვაქვს. უმდიდრესი ქვეყანაა საქართველო ყველანაირად და უღარიბესი სახელმწიფოა. რატოა ეს ასე? ვისი ბრალია? ვინც მართავს ხო? მარტივია შალვა ეს. არა, გვაქვს ახლა ჩვენ რაღაც ეროვნული ავადმყოფობები ჩვენ ერთ რაღაცა სჭირს. ახლა მე გავკადნიერდები და ვიტყვი ამას, არა მაქვს ამის უფლება, მაგრამ ხო, მაგრამ იმასაც ხო ატყობ, რომ გადაგვდის ჩვენ ისა. კი, ახლა ბუნებრივია. რაღაცა ზედმეტები 1500 კაციან ქორწილებს აღარ მართავ. ვისი წინააღმდეგი, პრინციპული წინააღმდეგი ვიყავი ხო? არც ქელეხებს, ხო? რაღაცები ჩვენ უკვე პოზიტივში გვაქვს, მაგრამ ცუდი ტრადიციების დავიწყება. აბა მიეცი საშუალო სტატისტიკურ ქართულს ფული და არ გადაიხდის რა. არა, აღარ გადაიხდის და სორსაც იზამს რა. კი ბატონო. ხო და მე იმაზე გკითხე რომ ამას ვამბობ, ცუდი ტრადიციები, ანუ ფსევდო ტრადიციები დავარქვათ. სხვათა შორის არც ერთი ძველი არ არის, ის არის აგერ შენაძენი მე-20 საუკუნეში, რა ჩვენ არ მოგწონს. მე და შენ, კერძო საუბრებში, ხო? ის ძველი არ არის. ჩვენს წინაპრებს იმ ტრადიციებით რო ეცხოვრათ, ხო? დღემდე ვერ მოგწამება, მაგალითად დარწმუნებული ვარ, რუსეთის იმპერიიდან შემოვიდა, ხო? ფეოდალიზმს არ ჩვეოდა მექრთამეობა. ეს ცნობილია ხო, ახლა ჩვენ ფეოდალური ისტორია გვაქვს, ხო? ახლა ისა ერისთავი მეფეს ქრთამს არ უგზავნიდა, რომ დამნიშნე ერისთავად, იმიტომ რომ ის იმას ეკუთვნოდა, მესაკუთრე იყო, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს ცუდი ფსევდო ტრადიციებს ყველაფერი დავივიწყოთ. ძალიან ხშირად როცა ვესაუბრებ ჩემ ახლობლებსაც, ხო, რეალობაზე როცა ვეუბნები, რომ აი ცუდად არის ჩვენი საქმე, ბევრი მეუბნება, კარგი რა გუბას, ნუ გრუზავ რა. კი არ გრუზავ, ჩემო კარგებო. რეალობაში ბრუნდებ. ჩვენ გვაქვს ერთი ცუდი თვისება, გაქცევა, ვიცით რეალობით. გვიყვარს ეს ქართველი. აი არ გამაგონო, ცუდი არ გამაგონო. ცუდი კი არა, მართალია ესა. არა, აქ ღრმად ყუილი არის ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენი. რა თქმა უნდა, ღრმად ფილოსოფიურად თუ შევხედავთ, ერთადერთი ერია, მე მეტი არ ვიცი. კაცობრიობის ისტორია არის სულ ჭიდაობა მართლის და ტყუილის. კი, ჩვენ ვართ ერთადერთი, რომელსაც არ უყვარს სიკვდილი. სიკვდილს არც ვახსენებ. არა, სიკვდილი საერთოდ არავის არ უყვარს. ხო, მაგრამ ამას ეს კარგია, მე ცუდი კი არა. როცა იაპონური კულტურის მოთაყვანე ვარ, მაგრამ კამიკაძეები არ არის ეს ჩვენ. ხო, მაგრამ სიკვდილი არსებობს იმ კულტურაში, ჩვენთან არა. აი ჩვენ ბევრი წმინდანი გვყავს, შეწირული ხალხი გვყავს, მაგრამ არავის თვითმკვლელობით არ დაუსრულებია. სხვა მოკლა, სხვა მიძალა და თვითმკვლელობა ჩვენი საქმე არ არის. მესმის, მაგრამ ჩემ შეკითხვას რომ დაუბრუნდეთ და აი ამ მომენტზე რუსულში და რას გვაქვს, ხო? დავალაგე ახლა ეს ჩემი ხუშტურია ასე დალაგება, რომ აგერ არის პროდასავლური ძალა, რომელსაც ეროვნულებს და ტრადიციის მოთქვიალებს არ მოსწონთ, შეიძლება რაღაც შეკითხვები აქვს მაგალითად რესპუბლიკელებთან და აგერ არის ჩვენი ფერხორციანი კაცი გუბაზი, რომელიც არც ისეთი კუნაპეტია, მაგრამ არც
ასე ვთქვათ, შალო, მე ასე ვიტყოდი. აი, ჩვენიერია ყველაფერი ხელთან. ჩემთვის პირადად გუბას სანიკიდისათვის ხო, რომელსაც მიმაჩნია, რომ თავარი პრობლემა მე-19 საუკუნის და მე-21 საუკუნის დასაწყისის თავარი პრობლემა ეს არის, რომ ჩვენ ვერ მოახერხეთ ეროვნული სახელმწიფოს შექმნა. არ დაგვრცალდა. ის ევროპა რომ მოგწონს ჩვენ და დასავლეთი რომ მოგწონს და ის ლიბერალიზმი ევროპული დავარქვათ ამას, თუმცა იქ ძალიან ბევრი რამ ჩვენთვის გაუგებარია, ხო, მაგალითად, ხო? ახლა რელიგიურობის საკითხი, ახლა კათოლიკური ეკლესია იქ ცოტა მიუღებელი იყო ბევრისთვის და აქ მართლმადიდებლობა თავგანწირულად იბრძოდა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ხო, ჩვენ 4 საუკუნე დაშლილი ვიყავით. და ერთადერთი რა ჩვენ გვაერთიანებდა ეს იყო ჩვენი ეკლესია, ხო? მას რა ქვია, სამეგრელოს და კახეთს აერთიანებდა არაფერი საერთო. 3 საუკუნე შალვა ჩვენ ვიცხოვრეთ ორ სხვადასხვა სახელმწიფოში. დასავლეთ საქართველოს ოსმალეთის იმპერიაში და აღმოსავლეთმა ირანში, ხო? და ამას რა ერთია ეს იყო, ხო, მაგრამ ის ჩვენ რაც მოგწონს, აი ეს ევროპული რაც მოგწონს, ეს არის ეროვნული სახელმწიფოების პროდუქტია ყველაფერი. რომელიც შეიქმნა მე-19 საუკუნეში. აი დამისახელა ევროპული ქვეყანა, რომელიც ეროვნული სახელმწიფო არ არის. აი მულტიეთნიკური და მულტიკულტურული. ერთადერთი, მორჩა. და შვეიცარია ჩვენთვის მოდელი არ არის. შვეიცარია როგორი ქვეყანა იცი? იქ 4 ხალხი ცხოვრობს და ვერავინ ვერ ამტკიცებს რომელი მივიდა პირველი. ამიტომ შეთანხმდნენ. ამიტომ შეთანხმდნენ და შეთანხმების მიზეზი რა იყო? ალპებში დიდი ადგილი, რომელიც მთლიანად მთებით არის გარშემორტყმული. ხო და თქვენს იმათმა რომ მოდი ფრანგებსაც, გერმანელებსაც, იტალიელებს თავი დავანებოთ და მოდი ჩვენ ამიტომ შვეიცარია ძალიან ბევრი ამბობს საქართველოს შვეიცარია თუ ვერ იქცევა. ერთადერთი მულტიკულტურული, მულტიეთნიკური ქვეყანა არის შვეიცარია. ესაა სახელმწიფო, მაგრამ ერი შვეიცარული ერი არ არსებობს. რა თქმა უნდა. ახლა მიშამ შვეიცარიაც კი არ შეგვპირდა. სინგაპური მოაქვს საერთოდ, სადაც ადამიანებს უბრალოდ ყოდავენ. კარგი, მოდი, ვიცი ეს უჯასები ვიცი. კარგი, მოდი. ამიტომ ეროვნული სახელმწიფო შექმნა არის მთავარი ამოცანა. პრაქტიკული შეკითხვა. ბლოკში გაერთიანება რომ მოხდეს. შალვა ვერ გეტყვი მე წინასწარ, იმიტომ რომ დეტალებზე ჩვენ არ გვისაუბრია ხო? არა, ძალიან კარგად გესმის. ძალიან კარგად გესმის და რომ ესმის, ამიტომ ვერ გპასუხობ. შენ რომ დარჩე, ფორუმი რომ დარჩეს პოლიტიკური მეინსტრიმის და პოლიტიკური მეინსტრიმი ეხლა ბიძინა, ესია, ეგრეა. და თუ ეს გაგრძელდა სააკაშვილის ესეთი ქმედები თუ გაგრძელდა, გაძლიერდება ეს კაცი და მის გარშემო მხოლოდ პოლიტიკური ძალები, შენც ძალიან კარგად გესმის, რომ შენ თუ ამ მეინსტრიმის გარეთ დარჩი, შემდეგ არჩევნებზე წარმატება არ გექნება. შალვა, როგორ ეგ არ არის მთავარი ტრაგედია ადამიანის. ხო, მაგრამ ხო გესმის თქო ეს. ხო მეთანხმები. მე მიმაჩნია რომ უბრალოდ ეროვნულ ფორუმს აქვს ისეთი სეგმენტი, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყნის კი, მაგრამ ნუ რაღაც პრობლემები შალვა, მოდი ესეთი რამე ვთქვათ, აი შენ ის რო დაასახელე, ხო, ასაკობრივი. ხო, ეგ თქვი. ძალიან ხშირად არის ასეთი სტერეოტიპები არის ჩვენთან, რომ აი რა თქმა უნდა ახალგაზრდობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უმნიშვნელოვანესი, მაგრამ საერთოდ მთელი მსოფლიოს ისტორიას რო გადავავლოთ, მაშენებლები ქვეყნის განსაზღვრავენ ამ თაობის საკითხს. კარგი. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 19 საათზე და 00 წუთზე, მე გემშვიდობებით, გუბასის გემშვიდობებად და აბა თქვენც ბედნიერ საღამოს და ღამეს გისურვებთ.